ჩვენ დღეს დავამტკიცეთ ახალი წესდება. ჩვენ ავირჩიეთ ახალი პოლიციის საბჭო. ჩვენ ავირჩიეთ დავით ბაქრაძე პოლიციის საბჭოს თავმჯდომარედ. ჩვენ ავირჩიეთ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ. და რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ გენერალური მდივანი კვლავაც იქნება ვანო მერაბიშვილი. მეგობრებო, 2008 წელს, უпроსორად 2005 წელს, ორწლიანი სამუშაო ძიების შემდეგ მუშაობა დავიწყე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. ერთ-ერთ საპასპორტოში. ჩამონგრეული დაშლილი სისტემა. რო შევედი, თავიდან ვფიქრობდი, თუ ეს არის სადაც უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ახალგაზრდებს თვითრეალიზების. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა ამ ქვეყნის განვითარებაში. მე მინდა ტრიბუნასთან ვთხოვო ადამიანს, რომლის მადლობელიც ვარ მე პირადად, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა მომეცა ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილს მივესალმოთ. ძვირფასო დებო და ძმებო, მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ერთად ვართ. განსაკუთრებით კი ერთად შევიკრიბეთ, ამდენი ერთად, რათა მწყობრად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა პრაიმერისში გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის, ჩემი მეგობრის დავით ბაქრაძის მიმართ. ვიმსჯელოთ ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე და ამ მხრივ დათოს კანდიდატურა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პერსპექტივის თვალსაზრისით. მე მინდა ყველამ დავსვათ კითხვა. საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ რაც ბოლო რამდენიმე წელი თქვენ იხილეთ, როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ორივე ერთად, ვინ როგორ შეაფასებს. უნდა იყოს თუ არა ან რომელიმე ქვეყნის მარიონეტი, მით უმეტეს დამპყრობლის, ან რომელიმე დიდარი ადამიანის მარიონეტი, თუ უნდა იყოს დამოუკიდებელი მოაზროვნე პიროვნება. უნდა მე ვიყავი წინა კვირაში გაეროში. მე მინდა დავსვათ კითხვა არსებულ კანდიდატებთან. ვინ უნდა გამოვიდეს გენერალური ასამბლეის შემდგომ 5 სესიაზე? ისინი თუ ეს კაცი? ნება მიმოძეთ მოგმართოთ თქვენ ამ ქვეყნის ამახშვილებს თავის დროზე ჩვენი გაბრძოლება 2000-იანების დასაწყისში, როცა დავიწყეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ თავს უწოდეთ ნაციონალური მოძრაობა. როგორც ნახეთ ალბათ, ამას წინათ ვიყავი ყინვარწვერზე. და სადაც მუდმივად არსებობს გადაჭეხვის საფრთხე ნაპრალებში და გაყინვის საფრთხე. როგორც არასდროს მივხვდი, რომ სიცოცხლის გასახანგრძლივებად და დაღუპვის თავიდან ასაცილებად ერთადერთი გამოსავალი არის მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, როგორც ამბობდა ილია ჭავჭავაძე.
ჩვენო მეგობრებო, მოძრაობა ის რაც გვიცავს დაღუპვისგან, გაყინვისგან. რა თქმა უნდა, როცა იღლები და 9 წელიწადი დაღლისთვის საკმარისი იყო. შობია ჩამოჯდე ქვაზე, დაფიქრდე, შეიძლება ცოტა ოცნებასაც მიეცე, მაგრამ დიდხანს ოცნება ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ძალიან საშიშია. გაიყინები და დაიღუპები. ბევრი გამიზნული ბოროტი ჭორაობის. ბრალდების, დევნის, ასევე მთავრობის მხრიდან მრავალი განცხადების და უკანონო ქმედების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა გადარჩა, გარდაიქმნა და ახალი ფორმით წარდგა დღეს ამ დარბაზში. ამდენი ერთად დიდი ხანი არ შევკრებილვართ და შევიკრიბეთ, იმიტომ რომ საქართველოს აქ მომავალი ასეთი ნათელი სახე ერთად შეკრებილ დიდი ხანი არ მინახავს. ჩვენ გვაქვს მომავალი, საქართველოს აქვს მომავალი. ეს შესაძლებელი გახადეთ ყველა თქვენგანმა, ვინც ახლა ხართ, ვინც რეგიონებში იმყოფებით და მინდა ქედი მოიხაროთ თქვენ წინაშე, თქვენი გამბედაობის, გამძლეობის, შეუდრუკელობის, განსაკუთრებული პატრიოტიზმის წინააღმდეგ. მაგარი ქართველები ხართ, მაგარი მოქალაქეები ხართ ჩვენი ქვეყნის. ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა არის უტყუარი ნიშანი იმისა, რისკენაც ყველა მიულტვოდით. საქართველოს გადავიდა თავის განვითარების ახალ ნამდვილად ევროპულ ერაზე. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია ნებაყოფლობ ტოვებს მმართველობას და რაც თავარია პირველად ხდება ის, რომ სამთავრობო ბერკეტების დაკარგვის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია არ გაქრა, არ გადაიჭეხა ისტორიის ნაპრალში. უფრო მეტიც იმ საღამოს გაგიზიარებთ ერთ საიდუმლო. უფრო მეტიც იმ საღამოს, იმ ბევრისთვის ტრაგიკულ საღამოს, როდესაც ავიღე ჩემ თავზე, ისე რომ არავის არ ვკითხე, გადაწყვეტილება, რომ გამომეცხადებია არჩევნების შედეგები, გარტყმულებთ, მინდა ერთ საიდუმლო გითხრათ. ვიყავი ძიმე ხასიათზე და ვიყავი ერთდროულად ოპტიმისტურ ხასიათზე, იმიტომ რომ ჩემ თავს უთხარით. ეს არ არის დასასრული, ეს არის დაბრუნების, უკან მობრუნების ახალი გზის დასაწყისი. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური მონაცვლეობა წესად იწყება საქართველოში. როგორც ღამეს მოსდევს დღე, როგორც ქარიშხალს, ჭექაქუხილს, წვიმას, ქარბუქს, უბედურებას მოყვება მოწმენდილი სახოლმე. ასევე ამ გრევის ცელობას, როგორც ირმამ თქვა, აუცილებლად მოყვება ის, რომ საქართველო დაუბრუნდება განვითარების და აღშენებლობის გზას, ჩვენ გზას. ეს ასევე ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ჩამოყალიბდება რეალური პოლიტიკური ძალების გარშემო და არა ინტერესთა კლანური, ძმაბიჭური არა კლანური, ძმაბიჭური ინტერესებით. თქვენ შეამჩნიეთ ახალი დროშა და მე მინდა გითხრათ, ჩვენი დროშა, ნაციონალური მოძრაობის დროშა 10 წლის წინანდელი, ჩვენმა ერმა აიტაცა როგორც საქართველოს ეროვნული დროშა
ჩვენ არ აქვს უფლება რომ პარტიას ჰქონდეს დაპრივატებული ეროვნული დროშა. ამიტომ მე გთავაზობთ ახალ დროშას, ჯვრის გარშემო გაერთიანებულ სიყვარულის დროშას, ჩვენ დროშას, აღშენებლობის დროშას. ეს დროშა ნიშნავს შემდეგ რამეს. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ფასეულობების გარშემო გაერთიანებული 4 სიყვარული, ოჯახის სიყვარული და აქ არა მხოლოდ ვარ ჩემ მეუღლესთან, მისშობლებთან, დედაჩემთან, ბებიაჩემთან და კიდე მრავალრიცხოვან ნაცნობებთან ერთად კიდე რომ მომყოფიან მიკვირს, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვაკონტროლებდი რომ არაფერი ხეირი ჩემ პრეზიდენტობისგან არ მიეღოთ, მაგრამ ძალიან მიყვარს ისინი. ოჯახის სიყვარული, ეს არის ჩვენი ახლობლების სიყვარული. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების სიყვარული, მიუხედავად პარტიული განორჩეულობისა და ყველა ამ სიყვარულზე მაღლა სამშობლოს სიყვარული, იმიტომ არაფერი არ არის უფრო მაღალი ვიდრე საქართველოს სიყვარული. აქ არის ნეპოტისტთან დაუღალავი მებრძოლი ირმა ნადირაშვილი და მინდა ვთქვა რომ სიყვარული ოჯახის წევრების, ნათესაების არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მოაწყოს სამსახურში, იმათ აშოვნიო ფული. ნამდვილი სიყვარული ეს არ არის. ნამდვილი სიყვარულია, რომ შენი ახლობლებისთვის, შენი შვილებისთვის, შენი მშობლებისთვის, შენი ქვეყნისთვის, ყველასთვის ააშენო თანაბრად მაგარი ქვეყანა და მაშინ მართლა გეყვარება ყველა. თქვენ ნახეთ, რამხელა წლეხის ქვეშ ვართ, რამდენმა ახლობელმა გიღალატათ, რამდენი თანამოაზრე გვერდზე გადგა. ჩვენი თანამებრძოლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებით ხუხულასავით იშლება. იმიტომ რომ მათ უკან არაფერი არ დგას. ერთი წამით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ვანო მერაბიშვილს. მას პატარა საკანში ტელევიზორი უდგას და ის გვიყურებს დღეს. მე მინდა უთხრათ მათ, ამდენი ხანია ტელევიზორს უყურებს ამ ტელევიზიიდან, ალბათ საკუთარი თავის ლანძღვის გარდა არაფერი არ ესმის. ამიტომ მე მინდა რომ დღეს ამ დარბაზიდან ამდენი ლანძღვის შემდეგ ერთხელ მაინც კიდევ უთხრათ, რომ მადლობელი ვართ იმ კარგისთვის, რაც გაკეთა წინა წლებში და უსურვოთ მას ხრეობა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმოთ. ნაციონალური მოძრაობა დგას დღეს და აქვს ურყევი პრინციპები. ჩვენმა ოპონენტებმა ვერ გაიაზრეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ჭეშმარიტი პოლიტიკური პარტია, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ნება მიბოძეთ დავასახელო ეს ღირებულებები. ეს არის თავისუფლება, პატრიოტიზმი, ეს არის შემწყნარებლობა, თანამედროვე მერიტოკრატია, ესე იგი წარმატების მიღწევა შრომით და ნიჭიერებით, კორუფციასთან კრიმინალთა ბრძოლა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ღირებულებები მარადიულია. მათთვის წარმოუდგენელია, როგორ ვერ შეძლო მილიარდებმა საკონსტიტუციო უმრავლესობის ყიდვა პარლამენტში. ვერ გაუგიათ. რანაირად არ აქვს ეს უმრავლესობა და ამიტომ თვლიან, რომ ამიტომ არის ლაპარაკი ჩემ მითურ მილიარდებს, რომლითაც მე ყველას გაკონტროლებ. ის რაც ჩვენ გვაერთიანებს, არის ღმა შინაგანი წმენა. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო საქმეს ვემსახურებით. ეს ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ფული და ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ზიზღი. ამიტომ ეწვიან მეპარება, რომ ამ დარბაზში დღეს საქართველოს მომავალი იმყოფება, მომავალი მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე პრემიერ-მინისტრი ალბათ, საქართველოს პრეზიდენტი მომავალი, ბევრი ელჩი, გამგებელი, ის ვინც საქართველოს შეუქცევად შეიყვანს ევროპაში, საბოლოოდ შეუქცევას გახდის ჩვენ გზას.
ჩვენ დავიწყეთ პარტიის განახალისება. აწი ყველა თანამდებობა იქნება პრაიმერისით, როგორც მოაღწია ამას დათო ბაქრაძემ და ნამდვილი კონკურენცია იყო. გია ბარამიძე დღემდე ცოტა გაბრაზებულია, სურათ ჭაფარიძე ცოტა გაბრაზებულია. არა უშავს, ვიღაცა წაიგებს, ვიღაცა მოიგებს. თავარია ჩვენ გავიმარჯვოთ, თავარია დათომ გაიმარჯვოს. ჩვენ უნდა დაგაუხსნათ ახალ პიროვნებებს, ისევე როგორც ზაზა ბიბილაშვილია, რომელიც დღეს გამოვიდა აქ თქვენ წინაშე, რომელსაც აზრად არ მოსვლია ადრე პოლიტიკაში მოსვლას. მე მინდა დავსვათ თავარი კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი. რისთვის აპირებთ ხელისუფლებაში დაბრუნებას? ვიცით, რომ თქვენ ამას არ აპირებთ, იმიტომ რომ ძალაუფლება მოღწონთ. არამედ გიყვართ თქვენი ხალხი და გსურთ ნებისმიერ სიტუაციაში ემსახუროთ მას. ზემოთქმულიდან გამომდინარე ისმის კითხვა, რა გზით გვინდა ხელისუფლებაში დაბრუნება? ნაციონალურ მოძრაობა ყოველთვის შეეცდება გაიმარჯვოს ღია დებატების, თავისუფალი არჩევნების, თავისუფალი ასთაგაცვლის გზით. ქაოსი ჩვენი მტერია, ძალადობა ჩვენი მტერია, შეუწყნარებლობა ჩვენი მტერია. ამ დარბაზში შეკრებილებს მინდა დაგისვათ კითხვა და ვისარგებლო უფლებამოსილებით, რომელიც ახლა ხელახლა მომანიჭეთ. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მინდა მოისმინო და გაიზიაროთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუკრათ ტასში, თუ მთლიანად იზიარებთ იმავე გზნობებს და იმავე მოთხოვნებს. მინდა დაბრუნდეთ ყოველგვარი აგრესიის, ყოველგვარი სიძულვილის, ყოველგვარი შურის ძიების სურვილის გარეშე. ვიცი რა ვითარებაშია ბევრი თქვენგანი. ვიცი როგორც განიცდით მათ ღალატს, ვინც ახლობელი, თანამოაზრე და დასაყრდენი გეგონათ. და ამ დროს ვიცი რომ ეს ქვეყანა ზედმეტად ხშირად ხდებოდა ჩვენი ეროვნული ტენდენციისა. აღვიქვავდეთ სხვას არა როგორც კონკურენტს, არამედ ტრად, რომ გამარჯვებულმა უნდა მიიღოს ყველაფერი, ხოლო დამარცხებულმა გაქრეს ან დარჩეს დამცირებული და მიწასთან გასწორებული. ამან შეგრნა ანგარიშტორების არაჯანსაღეთ ციკლი და ეს უნდა შეწყდეს. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა მოხვდეს წინასწარ პატიმრობაში. ისინი კი ვინც ყველაზე მეტად არ მოგწონს, არავინ არ უნდა იყოს განთავისუფლებული სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო, როცა ჩვენ დაბრუნდებით. არავის არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხელისუფლების პირველ დემოკრატიული განაცემის შემდეგ აუცილებელი იყო ჩვენი მიღწევების გადასარჩენად და ჩვენი მმართველობა და ინსტიტუტების გამოგვეყო პარტიიდან, რომელსაც ისინი შექმნა. მაგრამ ხელისუფლების მეორე დემოკრატიული გადაცემა და ეს მოხდება მალე, ბევრად უფრო მალე, ვიდრე მათ გონიათ, უნდა იყოს ტრობის და საბოლოო დასრულების ეტაპი. ჩვენ ოპონენტებს აქ განცდა, რომ ისინი უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი თავად ვერ გაუმკლავდებიან ბრას და პირიქით მათი სიძულვილი ხელოვნურად გააღვიეს. საზოგადოებაში და დღესაც ამას აგზელებენ. ჯერა, რომ თქვენ ამის საპირისპიროდ ისე მოიქცევით, სხვანაირად მოიქცევით, ვინაიდან ეს ჩვენი არჩევანია. თქვენი დანიშნულება ისაა, რომ ემსახუროთ ხალხს, საქართველო კი იმსახურებს ამას. სიძულვილი და დანაწევრება ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. რეალურად ჩვენი დანაწევრება და ერთმანეთზე გადამტერება სურთ საქართველოს გარემტერს. როგორც გაეროს ტრიბუნაზე აღნიშნე, მთავარი სტრატეგია არის კავკასიას და მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ჩვენ საპროგრამო მიზნებში ჩავწეროთ, რომ კავკასიაში არ შეიძლება ყავდეს წრები, მხოლოდ პარტნიორები. მათი სურვილია ძულდეს ერთმანეთი. მაგრამ ჩვენ გვეყარება, მათ ჩვენი გადამტერება სურთ, მაგრამ ჩვენ ძმებად დავჩებით, მათ სურთ ვიყოთ მათ სურთ ვიყოთ ეგზოტიკური ფოლკლორული მოცეკვავეებისა და შურისმაძიებელთა ერი. მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის გავაცვლეთ კრემლის იმედებს, ფიქრობთ განვაგრძობთ კიდევაც ცეკვას, კარგად გამოგდეს
მაგრამ გავხსნით ცივილიზებული დებატების ერას, გონება გახსნილი გამარჯვებულებით და დამარცხებულებით, რომლებსაც პატივისცემით და ღირსებით ემყობიან, სადაც ორივე მხარე ქვეყნის პატრიოტია. ანგარიშტორების თამაშში გამარჯვებული არ ვლინდება და დამარცხებული მხოლოდ ერთია, ჩვენი საყვარელი საქართველო, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ასე რომ მინდა ეს გზავნილი თელ ქვეყანაში გავალცელოთ. ყველა სოფელსა და ქალაქში, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, თუნდაც თავს უსამართლობის ხელფას გრძნობდეთ. გაავრცელეთ ეს მარტივი და ლამაზი გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს თანასწორფლიანი მოქალაქეები და ბოლო უნდა მოუღოთ ანგარიშტორების გაუთავებელ წრეს. სულ უფრო მეტად წმუნდებით, რომ არსებული პრობლემების უმეტესობა ჩვენივე ისტორიის წირიცოდნით არის განპირობებული. ერი რომელსაც არის ის თავის ისტორია, განწირულია გაიმეოროს საკუთარი შეცდომები და რაც გვასწავლეს ჩვენი ისტორია. იმას რომ მსგავსში და დაპირისპირებას და შურისძიებას ხშირად დიდი ფასი აქვს და მას ჩვენი დამოუკიდებლობა სახელმწიფო ქვია. გავიხსენოთ დიდი მეფე ბაგრატ მეოთხე, რომელმაც ამბიციურ რეფორმების და მოდერნიზაციის წყალობით ერთ-ერთმა პირობმა დაიწყო ერთიანი საქართველოს დაარსება. მოხდა ისე, რომ მისმა რეფორმებმა ქართულ ფეოდალურ ელიტაში ძლიერი სიძულვილი გამოიწვია. მაშინ მივიღეთ პირველი გაკვეთილი ერთმორწმუნე, მაგრამ ცფიერ მტრულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ერთ-ერთი ადრეული და მწარე გამოცდილება. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ქართველი მღვდელმთავარი ივოანე ტაო აზნაურებთან ერთად სამარცხვინო ვიზიტით გაემგზავრა ბიზანტიაში, სადაც მან იმპერატორ კონსტანტინეს პატივისცემა გამოუხადა და სიყვარული შეფიცა. დაუჩოქა და შესთავაზა საქართველოს დაპყრობა და მისი სახელმწიფოების გაუქმება. როდესაც ეპისკოპოს იოანეს მოწვევით გულმოცემული და ერთმორწმუნეობის ქულში გახვეული იმპერატორი კონსტანტინე თავისი არმიით მოადგა საქართველოს, მას დახვდა ბევრი ფეოდალი, რომელიც შეუერთა იმპერატორის ჯარს, ისინი იმპერატორის არმიას შეუერთეს საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ერის წინააღმდეგ. რატომ მოიქცენ ასე? არა იმიტომ, რომ ლაჩრები იყვნენ. ერთმანეთს მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შეეძლო ბრძოლა. არა იმისთვის სხვა მიზეზები ჰქონდა. ნება მიბოძეთ, გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია. როდესაც ჩვენ წარსულს უბრუნდებით, ხვდებით, რომ რუსეთს მეფეებს საქართველოს დაპყრობის ცელობები რუსეთის იმპერიამდე ჰქონდათ. იური რუსი, იგივე გიორგი რუსი, უბრალოდ გიორგი რუსი, იგივე იური რუსი. რომელმაც აჯანყება მოაწყო საქართველოს სათაყვანებელი მეფის თამარის წინააღმდეგ და დაუპირისპირა საქართველოს ერთიანობას და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა და რა მოხდა მაშინ? ბევრმა ფეოდალმა მას დაუჭირა მხარი. ისინი დადგენ უცხული უფლისწულის ხარეს საკუთარი სახელმწიფოს ერთიანობის, საკუთარი თამარის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ ისტორიის ფურცლებს შლით, ვაკვირდები, ხედავ რომ შუა საუკუნეებში საქართველოს გაერთიანების ყველა მცდელობა კრახით თავდებოდა, რადგან ფეოდალები უარს ამბობდნენ სახელმწიფოზე, ანუ ისინი ეკვრებოდნენ ხანსპარსეთს, ოსმალებს, ნებისმიერ სხვა იმპერიას ერთმანეთის წინააღმდეგ, ოღონდ ერთმანეთს დაესუსტებიან, ოღონდ ერთმანეთის ზურგში ლაცხვარი ჩაერტყათ. საქართველო დიდი სამეფო იქნებოდა, ეს რო არ მოხდარიყო. რატომ? და არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან ცუდი ხალხი იყვნენ. უბრალოდ საკუთარ კეთილდღეობას, საკუთარ შურს და ბოღმას გადააყოლეს თავის ქვეყნის მომავალი. მე მინდა ჩვენი ისტორია შედგება შიდა კონფლიქტებისგან, მრავალი სერიისგან, რომელმაც მთელი ერის განადგურებამდე მივყავართ. ნორმალურია იკამათოს და კონდეს უთანხმოება, თუნდაც ყავდეს მოწინააღმდეგეები. მაგრამ გავიხსენოთ გიორგი სააკაძე, აქ არის ლევან თარხნიშვილი. თარხნიშვილები და სააკაშვილები ორივენი სააკაძეების შთამომავლები არიან. და მინდა ვაღიარო ლევანო არცეთი არა ვარ თავადები. სააკაძე იყო უბრალო წარმომავლობის. და ყველაფერი გააკეთა, რამდენჯერ ჩადეს შადიმან ბარათაშვილმა და სხვებმა მისი განადგურება ყოველთვის აპატიეს, იმიტომ რომ იმეორებდა, რომ საქართველოს ერთიანობისთვის არ შეიძლება შური და დაპირისპირება. და როდესაც სააკაძემ გაანეიტრალა შაჰაბაზის არმია და იყო პერიოდი, რომ საქართველოს ჰქონდა მშვიდობა და სახელმწიფოებრიობა,
რა მივიღეთ ჩვენ აღშენებობის ნაცვლად ფეოდალებმა მოაწყეს ბაზალეთი და დაასამარეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. თქვენ იცით რა მოხდა ბაზალეთში? საქართველოს სახელმწიფო გადაურჩა რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას 2008 წელს. რუსეთის არმიამ დაიპყრო ავღანეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი. ჩვენც 2200 წლის წინ, როცა ყზანისის ბრძოლაში ერეკლე მარტო დარჩა, ტერი შემოვიდა და 200 წლით დაასრულა ჩვენი სახელმწიფობრიობა. ცხინვალის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო გადარჩა. ნუ თუ დღეს საკუთარი ხელით უნდა ჩავაბაროთ და გავიმეოროთ ბაზალეთი მტერს, რომელიც მან ვერ მოიპოვა 2008 წელს. იმიტომ რომ სხვადასხვა დროის ფეოდალები, ლიპარიტ პაღვაში, შადიმან ბარათაშვილი, აჭარის ავტონომიის მეთაური თუ მილიარდერი ოლიგარქი სხვადასხვა სახელებს ატარებენ, მაგრამ ერთი რამ იყო ჭეშმარიტება, რომ ფეოდალიზმი, ბატონყმობა და სახელმწიფოებრიობა შეუთავსებელია ერთმანეთთან. მე ხშირად ჩვენი ისტორია მაგონებს ამირანის და პრომეთეს ისტორიას. ბალტიის ქვეყნებთან ერთად მოიპოვეთ დამოუკიდებლობა. როგორი შანსი ქონდა? ავიღეთ ტრისგან იარაღი და ერთმანეთს დაუპირისპირდით სამოქალაქო ომში. 93 წელს სოხუმში იმის მაგივრად ერთად დამდგარიყავით. დაუპირისპირდით ერთმანეთს და სოხუმი დაეცა ერთი თვით ადრე, სანამ მოსკოვში დაიწყებოდა სამოქალაქო ომი. 98 წელს გალის მოვლენების დროს რუსეთი სუსტი იყო, ჩვენ 5-ჯერ უფრო სუსტი ვიყავით. და ახლა, როცა რუსეთი ისევ სუსტება, დამპყრობელი სუსტება, ჩვენ არ აგვაქვს შანსი ჩვენ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი. ყოველივე ამის შემდეგ ვართ თუ არა ისეთი სულელები, რომ ვებრძოლოთ ერთმანეთს ჩვენი ეკონომიკის, სუვერენიტეტის და ჩვენი სახელმწიფოების განადგურებამდე. ნუ თუ იმდენად ეგოისტები ვართ და უმეცარნი ვართ, რომ ოკუპანტზე მეტად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები გძულდეს. ნუ თუ იმდენად სამარცხვინოენი ვართ, რომ შეგვიძლია ამდენი ყურადღება დაუთმოთ ჩვენ უთანხმოებას და კიდევ ერთხელ გაუშვათ თანამედროვე ლამაზი ევროპული მატარებელი, ისეთები როგორც ჩვენთანაც დადის ამასწინათ ვიარე ქუთაისში და უსუსრად დავრჩეთ ბაქალზე მარტო და დაველოდოთ ძველ, ჩვეულ, ცნობილ, იმპერიულ ნახირის გადასაყვანს შემადგენლობას, რომელიც კიდევ ერთხელ წაგვიყვანს ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ ჩათვლის რომ ნახირი ვარ და არა ხალხი. ნუ თუ სამუდამოდ მიჟილი გვაქვს ერთი და იგივე სკატავოსკა, რომელიც მიდის ევრაზიისკენ, თუ საკმარისად ვისწავლეთ ჭკუა, რომ თანამედროვე ევროპულ მატარებელს გავყვეთ. ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, მოდით ყველა მოდით ყველამ კარგად მოусმინოთ და შევისმინოთ საქართველოს მოქალაქეების პრეტენზიები. ჩვენ ხალხს სურს ეკონომიკური აღმავლობა და ჩაადგება შურისძიება და ძალადობა ამას პირიქით. ეკონომიკას სტაბილურობა და სიმშვიდეობა. ჩვენ ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები. შეუწყობს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო ომიზროვანი რიტორიკა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პირიქით, ინვესტორები ტოვებენ იმ ქვეყნებს, სადაც ასეთი პრაქტიკა მიღებული და საჯარო დებატები ასეთ ფორმატში იმართება. ჩვენ ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიიღებს ევროკავშირი ქვეყანას, რომელიც მუდმივად შემჩნეულია აგრესიაში და ერთმანეთის დამცირებაში. პირიქით, ჩვენი ევროპული ბედი კვანახობს, შევინარჩუნოთ ერთიანობა და შემწყნარებლობა. ჩვენი ხალხს სურს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. როგორც ხედავთ, დაპირისპირება სიძულვილი ქმნის დასუსტებას და მონობის წინაპირობებს. ეს დაპირისპირება და სიძულვილი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს აინტერესებს, რომელიც პოლიტიკურ სტრუქტურებში არიან ჩართული. მოდით ნუ დავივიწყებთ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და არა საკუთარ თავს. მოდით დავდგეთ ნებისმიერ სიძულვილზე მაღლა და ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტების ვესაუბროთ არა როგორც წრებს, არამედ როგორც ჩვენ პარტნიორებს და ძმებს, რომელთანაც ხანდახან და ხშირად რაღაც საკითხებს გვაქვს უთანხმოება. ჩვენ არა ყოს წრები საქართველოში. ჩვენი მტრები არიან ქვეყნის ოკუპანტები, რომელიც დღესაც
ლურსნებივით აჭობენ თავის ბოძებს ჩვენ ერთიანელულ ხეულში, ჩვენ წრილობაში. ეს ბოძები უნდა მოვაშოროთ იქიდან და ერთობლივით ხელოვებით ყველამ ერთად. როცა გვერდ დავდგებით, როცა ამ გზავნილს მივიდა ყველა მოქალაქესთან, მათ შორის ვით გესალგვეთ ახმება შვიდობიათ ვეკამათებით, დავარწმუნებთ, რომ ერთად ავაშენოთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, ერთად გავიდეთ ევროპისკენ, მაშინ ვიგზდებთ, რომ თითოეული ჩვენგანი არის ამაყი ქვეყნის, ამაყი შვილები. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი. დიდი მადლობა წინა ხალი გამარჯვებებისთვის.